მადლობა კიდე ერთხელ ყველას აქ რო იყავით და ბოდიში რა ბოდიში რო ამოვყევით ერთ-ერთი შევარდა აქ და ვისაგინებთ თქო რომ ვკითხეთ ეგრევე კედელთან დადგა და გააძრო იარაღი. ავართით ეს იარაღი, გამოვიყვანეთ, მივეცით იარაღი პოლიციას და მივეცით ეს ტიპიც ჩავაბარეთ და მე საათზე მეტი გარეთ არ მიშოვდნენ და ადვოკატს არ უშოვდნენ, კარგი ხანი და რეკავდნენ და მერეო წამოდი უნდა გადაგიყვანოთ დაკითხვაზეო და ადვოკატთან კონსულტაციის მერე უთხარით რომ მოსამართლის გარეშე არ გამოვიკითხებოდი და დაგვიკავშირდებიან როგორც გითხრით. თან ამბობდნენ არ ვიცნობ არავის, აი რაღაცა მასშტო უეცდებოდი, მაშინ გამოჩნდნენ და თქვენს რომ ეს იარაღიო ცეცხლსასროლი არ იყო და ხო პოლიციამ რა იყო რა მოგივიდაო ცეცხლსასროლი კი არ არისო და იარაღს ხედავ მე ვერ ვცნობ ეს ცეცხლსასროლი იყო. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ვინც წერდა. ხო აი ეგეთი რაღაცა დაკავებული ვყავსო ესე თქვენს და თუ ეხა არ წამოხვალ დაკითხვაზე მოგვიწევს გაუშვათო და მეთქი მოსამართლის გარეშე არ გამოვიკითხებით ხო და დღეს ვუშვებ და მე უკვე განჩინება დამჭირდებაო კადრების ამოღებაზეცო და იმის დასაკითხადაცო და მე ვთქვა რომ მოსამართლის გარეშე თქვენთან დაკითხვაზე არ წამოვალ იმიტომ რომ 40 წუთი უბრალოდ გარეთ არ მიშვებდით ახლობლების სანახაოდ და ადვოკატს არ უშვებდით აქეთ არ გენდობით თქო კი დასანახად ამოი შესაშინებლად და დასანახად აუ იხსეს ანადიროდ უეჭველი არ მიდიოდა ეხლა რა ზოგი ხედავდა რომ დაუვარდა იარაღი არ დავარდნია იარაღი ამოვიღო და წავართვით მე თქვენ დანარჩენებსაც არ ვიცნობ ადამიანს ვინც მას აიხადიჭა არ ვიცი უბრალოდ მას აგინებდნენ რა და რაღაცა დაპირისპირება იყო და ესენი წამოვიდნენ ზემოთ გასაფანტად და გამოვყევით ჩვენ. მადლობა ყველას და